კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი GMI ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. შემოგვიერთდა ცხოველთა მონიტორინგის აგენტოს იურისტი ნინი სანიკიძე და ჩვენ ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, კერძოდ გამკაცრებულ კონტროლზე, შინაური ცხოველების მოვლაზე, რომელიც უკვე ახალი წლიდან 2026 წლიდან ავალდებულებს ყველას, ვისაც შინაურ ცხოველთან შეხება აქვს, ესრულებები შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაიწერა და როგორც უკვე გითხარით, მისი აღსრულება დაიწყება ახალი წლიდან. ნინი, მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდით დავიწყოთ უპირველეს ყოვლისა მიზანი რა აქვს ამ კანონის გამკაცრებას, ამ წუთას რა სიტუაცია გვაქვს. გვარი პატარა ასე ვთქვათ შეფასება რო გავაკეთოთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ თავად ამ განხორციელებულ ასე ვთქვათ სამუშაოზე, რომელიც ალბათ ამ რეალობას, რა რეალობაც ახლა არის შეცვლის. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და ამ თემაზე დაინტერესებისათვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აქამდე არ არსებობდა ერთიანი კანონი, რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებდა. თბილისის შემთხვევაში არსებობდა თბილისის მუნიციპალიტეტის 728 დადგენილება, რომლითაც ცხოველთა მონიტორინგის აგენტო დღეს ხელმძღვანელობს და თბილისში დარეგულირებული იყო მეტნაკლებად ეს საკითხები, თუმცა ერთიანი კანონი, რომელიც მთელ საქართველოს მასშტაბით დაარეგულირებდა ამ საკითხებს, როგორც გითხარით, არ არსებობდა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რომ მიგვეღო ერთიანი კანონი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაარეგულირებდა ისეთ საკითხებს, რომელიც ნორმატიული აქტებით იყო დარეგულირებული, ან ისეთ საკითხებს, რომლებიც საერთოდ არ რეგულირდებოდა. მოდით ახლა უშუალოდ ჩავშალოთ ეს ერთიანი კანონი, რას გულისხმობს, იმიტომ რომ საზოგადოების მხრიდან უკვე ხედავთ რეაქციებს და შეფასებებს სოციალური მედიის საშუალებით. რას შეეხება, ვის შეეხება, ეს არის ძირითადი შეკითხვები, რომელიც მათგან ისმის ხოლმე და განმარტოთ თუ შეიძლება. პირველ რიგში ვისაუბრებ პრობლემებზე. ძირითადი პრობლემა დღეს რაც გამოწვევები რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ სამსახურს, ეს არის ცხოველების მიტოვების საკითხი და ცხოველების უკანონო გამრავლება. ეს გულისხმობს მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო სტერილიზაცია კასტრაციის რაოდენობის რიცხვს ყოველწლიურად ზრდის და დღესდღეობით დაახლოებით 12000-მდეა, მაინც ხვდებით უკანონო გამრავლებას და ან მათ ძაღლების, ან მათი ნაყარის მიტოვებას ქუჩაში, რაც ძალიან არაჰუმანური მიდგომაა და აქამდე არ იყო კანონმდებლობით დარეგულირებული და არ ჰქონდა ბერკეტი, რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად აღმოგვეპყრა. ეხლა კი ეს ყველაფერი უფრო მარტივად დარეგულირდება. კანონი შეეხება ცხოველთა მეპატრონეებს, მიმკედლებლებს და ყველას, ვისაც კავშირი აქვს შინაურ ბინადარ ცხოველებთან. კეთილი. რამდენად გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ ვთქვათ ამ კანონის გამკაცრება და მისი აღსრულება გარკვეულ ქცევას მოქალაქეებში შეცვლის. როდესაც საუბარია ვთქვათ შინაური ცხოველის აყვანაზე, ხშირად მაინც სუბიექტური გადაწყვეტილება ხდება, მთავარი მიზეზი და мотиваცია მინდა და დავამთავრეთ. მაგრამ იმის იქით, ვთქვათ, რამდენად ხშირია, როცა ვითვალისწინებთ თავად იმ გარემოს, რა გარემოსთვისაც უნდა იყოს ეს ცხოველი და აი ეს ქცევა, რომელიც არის ჩვენი მხრიდან, ადამიანების მხრიდან, რამდენად შეიცვლება ამ კანონის შემდეგ. რა შეცვლის ამ ქცევას? იგივე ჯარიმები, რომელიც საკმაოდ სოლიდური გახდა თუ სხვა ვთქვათ დამატებითი მოქალაქეობრივი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობები გაგვიჩნდება. რა მოლოდინი გაქვთ? ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ მეპატრონეები უკეთ გაიაზრებენ თავიანთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ და ყველას გვესმოდეს, რომ ცხოველის ყოლა არ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. და პასუხისმგებლობა იწყება მაშინ, როდესაც უკვე შინაური ცხოველი აყვავს. ეს არ უნდა იყოს ეს წესები არ უნდა შევასრულოთ იმიტომ, რომ კანონი აღსრულდეს. ეს უნდა იყოს მზრუნველობა და ვალდებულება თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი მიზანი არის ცხოველის კეთილდღეობის შექმნა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა პროექტების განხორციელება და მნიშვნელოვანია კანონის აღსრულებამდე, რომ მოქალაქეები და მეპატრონეები იყვნენ ინფორმირებულები, მედია საშუალებებით თუ საზოგადოების ჩართულობით სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებით, მოქალაქეები უფრო მომზადებული შეხვდებიან ამ კანონს და სწორედ გარდამავალი პერიოდიც ამას ემსახურება, რომ მეპატრონეებს აქვს ვადა, დრო მიცემული, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია მოაგვარონ, სანამ საკითხი მივა დაჯარიმებამდე. რა ვალდებულებებს გვიჩენს მოქალაქეებს ვთქვათ, შინაური ცხოველების პატრონებს კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ და განგვიმარტოთ. ახალი წლიდან რა შეიცვლება? პირველ რიგში აუცილებელი გახდება ცხოველის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს საკითხი მოაგვარებს ქუჩებში ძაღლების მიტოვების პრობლემას, იმიტომ რომ ეს არის თავარი გამოწვევა. იდენტიფიცირებული, რეგისტრირებული ცხოველი უკვე მიკვლევადი ხდება. აქამდე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ სააგენტო ერთ უბანში თუ მოაგვარებდა პრობლემას უპატრონო ძაღლებისა და სტერილიზაცია, კასტრაციასაც ჩაატარებდა, იქვე მეორე დღეს ან მიმდინარე დღეებში ჩნდებოდნენ ახალი ცხოველები, რომელიც არ იყვნენ მიკვლევადი და ვერ ვადგენდით თუ ვინ მიატოვა ისინი. დღეს კი ეს პრობლემა ახალი წლიდან მოგვარებადი გახდება და მიკვლევადი ცხოველის მიტოვება უკვე გარკვეულ სანქციებს გამოიწვევს. აი რა სანქციებია ხა ესეც ვისაუბროთ. ცხოველის მიტოვება გამოიწვევს 5,000 ლარით ფიზიკური პირის დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ეს იქნება 10,000 ლარის ოდენობით. თუმცა ეს ჯარიმები ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან. ანუ ერთი წელი მომდევნო 2026 წლის განმავლობაში ძირითადად ვთქვათ როგორ შეგვეხება ამ კანონის სიმკაცრე, აი ესეც რომ ავხსნათ. ახალი წლიდან იწყება პერიოდი, როდესაც მეპატრონეებმა უშუალოდ უნდა მოემზადონ ამ პროცესებისთვის, ეს იქნება ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართვაც, ცხოველების დარეგისტრირებაც, სტერილიზაცია, კასტრაციაც, ვაქცინაციაც, ასე 1 იანვრიდან კანონი არ გაითვალისწინებს პირდაპირ ადამიანების დაჯარიმებას. ეს იქნება მოსამზადებელი პერიოდი, ყველა წესს და ყველა რეგულაციას აქვს თავისი განსაზღვრული პერიოდი და სანამ ეს დღე მოვა, მანამდე აქვთ პერიოდი, რომ მოემზადონ და კანონს შეხვდნენ მომზადებულნი. ნინ თქვენ პროექტებზე ისაუბრეთ, ახსენეთ და მე ვიცი, არაერთხელ მქონია შესაძლებლობა ვთქვათ ამ პროექტების შესახებ მიგვეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რო გამოვყოთ ამ საქმიანობაში და ვთქვათ თუ გვაქვს ერთგვარი შედეგი, რეზულტატი, მაინც წელი სრულდება და ვთქვათ აი ამ კონკრეტულმა მიმართულებებმა რა დადო სტატისტიკის თვალსაზრისით. ჯერ შედეგებზე საუბარი ძალიან ადრეა, კარდაკარ პროექტი, რომელიც 2025 წელს დაიწყო და მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ შევძლებთ შედეგებზე საუბარს, თუმცა ჯერ ვფიქრობ, რომ ადრეა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველთა კეთილდღეობისთვის, ვინაიდან ჩვენი ეკიპაჟი, სააგენტოს ეკიპაჟი ყოველდღიურად სხვადასხვა უბნებში დადის. უნდა მიზანი არის, რომ თბილისის ყველა უბანი მოვიაროთ, ყველა ოჯახის კარზე დავაკაკუნოთ, ვნახოთ შინაური ბინადარი ცხოველების მოულაპატრონობის წესი როგორ არის დაცული, არის თუ არა ცხოველი დარეგისტრირებული, იდენტიფიცირებული, აქვს თუ არა ვაქცინაცია გაკეთებული. ეს ყველაფერი მოქალაქეებს ეხმარებათ, რომ იცოდნენ კანონის შესახებ და როგორც უკვე გითხარით, მომზადებული შეხვდნენ მას. ესე იგი ჩვენ ვისაუბრეთ რეალურად რატომ გახდა აუცილებელი ამ რეგულაციების გამკაცრება, რამდენად მზად არიან მოქალაქეები და შემდეგ ალბათ უნდა ვიკითხოთ, როგორ შეიძლება იმ უნივერსალური ბალანსის დაცვა ცხოველთა კეთილდღეობას, მეპატრონეების უფლებებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს შორის, ეს თემაც რომ ასე ვთქვათ გამოვყოთ. ეს ბალანსი, რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მესმის, რომ ადამიანებს პირველი განცდა უჩნდებათ ფინანსურ საკითხთან და ფინანსურ ნაწილზე. და ისიც გვესმის, რომ ყველა მეპატრონეს არ აქვს შესაბამისი ფინანსური საშუალება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს სერვისები არის მინიმალური და არ სთავაზობს, რა თქმა უნდა, რაღაც დაუძლებელ ბარიერებს ადამიანებს. ბალანსი დაცულია მაშინ, როდესაც ადამიანი ინფორმირებულია კანონის შესახებ, აქვს მაღალი პასუხისმგებლობის განცდა და მზად არის ყველა წესი და პირობა შეასრულოს. როგორც უკვე გითხარით, ეს კანონი არ უნდა შესრულდეს, იმიტომ რომ კანონია, ეს არის ჩვენი ყველას ვალდებულება, პასუხისმგებლობა.
რომ შინაურ ბინადარ ცხოველებს მოვეპყრათ ისე, როგორც ისინი იმსახურებენ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემა გამოწვევა ამ ეტაპზე მაინც რა არის, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ მეტნაკლებად არის დაუძლევადი და რაც მიგაჩნიათ, რომ თქვათ ახალი კანონის შემთხვევაში უფრო უკეთ მოგვარდება. თავარი ჩვენთვის გამოწვევა არის ცხოველის მიტოვების საკითხი, რომელიც საკმაოდ მიუხედავად ჩვენი თავდაუზოგავი შრომისა, მაინც არსებობს. აი თავარი მიზეზი, როდესაც ცდილობთ რომ ახსნათ ამგვარი ქცევა რა არის? თავიდან მიღებული არასწორი გადაწყვეტილება, არასწორი მოლოდინები, იგივე ვთქვათ ის, რაზეც მე ცოტა ხნის წინ ვთქვი, მე მინდა და მორჩა და აღმოჩნდება, რომ ამ დროს მოყვავს ვთქვათ დიდი ძაღლი პატარა სივრცეში და შესაბამისად ვერ ვთქვათ ეწყობა ამ გარემოს თუ აი რა მიზეზები არის, გამოც ადამიანები უარს ამბობენ ცხოველზე და მას ქუჩაში უშვებენ. ვფიქრობ ეს ძირითადი მიზეზი არის არარეგალური გამრავლება. ან სხვადასხვა დაავადება ამ დროს ტოვებენ ხოლმე ძირითადად ცხოველს ქუჩაში და ეს ცხოველები შემდეგ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანებისთვის. და ბოლოს შევაჯამოთ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა მიმართულებებით მკაცრდება კანონი 2026 წელი რა ვთქვათ ეგრეთ წოდებული საეტაპო პერიოდი იქნება და უკვე 2027 წელს როგორც ახსენეთ, ვთქვათ რა ეტაპზე გადავალთ. 2026 წლიდან ვიწყებთ მუშაობას ვაქცინაციისათვის, სტერილიზაცია კასტრაციის პერიოდი. ეს ყველაფერი მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის მასშტაბით აქამდეც იყო ძალაში და აქამდეც დაჯარიმებადი იყო ამ წესების დარღვევა, თუმცა ახალმა კანონმა გაამკაცრა რეგულაციები და მასშტაბები გაზარდა, ეს ყველაფერი შეეხება მთელ საქართველოს, ამიტომ მხოლოდ თბილისზე აღარ იქნება ორიენტაცია. კეთილი. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს იურისტი ნინი სანიკიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის.